ტენორი მიხეილ შეშაბერდი. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. დიდი მადლობა თქვენ. დაგვითმეთ რომ გილოცავთ შობა ახალ წელს. და აი მინდა რომ კიდევ ერთხელ რაღაცნაირად ფართოდ წარმოუდგინოთ თქვენი თავი ჩვენს მაყურებელს. თქვენ ამდენიმე წელია უკვე იტალიაში ცხოვრობთ, იქვე მოღვაწეობთ, თქვენი დავუშვათ აი ამ შემოქმედებით იტალია სწორედ ის ქვეყანა, სადაც განსაკუთრებით უყვართ სიმღერა კლასიკა და ნამდვილად რაღაცნაირი ის არის რა ქვია საყრდენი ამ კუთხით ხო თელესოფლიოს მასშტაბით, თუმცა საქართველოს შედიდან უყვარდათ და აფასებდნენ. მოდი დავიწყოთ თავდაპირველად, როდიდან დაინტერესდა ამ სფეროსით, რამდენი ხანად იტალიაში ხართ და შემდეგ ვისაუბროთ იმ გეგმებზე, რაც უახლოესი გაგვდა, ამ ეტაპზე რა ხდება თქვენ შემოქმედებაში. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისთვის. გილოცავთ შობა ახალ წელს. და რაც შეეხება ახლა ჩემს გეგმებს და ზოგადად როგორ დავიწყე 10 წელია უკვე იტალიაში ვცხოვრობ. 10 წლის წინ მახსოვს ვიყავი ბარსელონაში, სადაც იყო ამერიკელი სოპრანო, ვიღებდი ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობას, სადაც ჟიურის თავმჯდომარე იყო ქალბატონი ლელა კუბერლი, რომელიც არის ამერიკელი იტალიელი სოპრანო, ძალიან ცნობილი, განსაკუთრებით ბელკანტოს რეპერტუარში და მან კონკურსის შემდეგ მითხრა, რომ იტალიაში თუ ჩავიდოდი, ის ყველანაირად დამეხმარებოდა. ნუ გადაწყდა ისე, რომ ზუსტად 6 თვის შემდეგ მე წავედი იტალიაში, მილანში. ეს იყო 2007 წელს უკვე 2006 წლიდან მქონდა მასთან გასულითი ეს მაგრამ არასაცხოვრებლად დროებით ვიღებდი გაკვეთილებს შემდეგ ვფუნდებოდი და 2007 წლიდან უკვე გადავედი საცხოვრებლად იტალიაში და 2-3 წლის განმავლობაში სწავლობდი ამ ქალბატონთან შემდეგ სამწუხაროდ მან ეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა მას და შემდეგ საქართველოში დავბრუნდი რაღაც 3-4 თვით და შემდეგ იტალიაში როცა დავბრუნდი ჩემმა ერთმა მეგობარმა მიმიყვანა ქალბატონ ჯანფრანკო ოსტინის და რომელთანაც დღესაც ვაგრძელებ ესე შემოქმედებით ურთიერთობას ქალბატონ ჯანფრანკო ოსტინი განსაკუთრებით ცნობილია ტენორების პედაგოგს ეძახიან იმიტომ რომ მისი მოწაფეები იყვნენ ძალიან ცნობილი ტენორები როგორც არის მარტინუჩი, როგორიც არის მარკო ბერტი, როგორიც იყო სალვატორე ლიჩიტრა და ჩვენ თანამშრომლობა ესე იგი პირველივე გაკვეთილიდან ისე წავიდა და ისე კარგად აეწყო ყველაფერი მე მივხვდი უკვე თუ ვისთან ვიყავი კი და როგორ და აი შემოქმედებითი წარმატებები ჩვენს კონცერტებს ვიხილეთ გარდა ამ პედაგოგიურ მოსწავლური ურთიერთობისა და ზრდისა პარალელურად არის კონკურსები, კონცერტები, ხო, აი ამ კუთხით. კი, კონკურსები უკვე დაახლოებით 3 წელია მე კონკურსებში აღარ ვიღებ მონაწილეობას. ნუ ესე დაიწყო ყველაფერი ამ ქალბატონთან მისვლის შემდეგ დაიწყო კონცერტები, დაიწყო ჩემი დებიუტები სხვადასხვა ოპერებში, შემდეგ უკვე სააგენტო, შემდეგ დღეს იცით რომ იმისთვის რომ თეატრში იმღერო საჭირო აუცილებლად აგენტი ყავდეს და ზუსტად 1 წლის შემდეგ მასთან მეცადმების შემდეგ აგენტთან შევედი სააგენტოში რომელთანაც ნუ რა თქმა უნდა დასაწყის ეტაპზე ეს ყოველთვის ისეთი რთულია იმიტომ რომ აგენტმა უნდა გაგიცნოს, გაიგოს ვინ ხარ, როგორ ხარ, კი აბსოლუტურად შემდეგ იცით არის ყოველთვის ის რომ კლასში მაგალითად პატარა ოთახში ვიღაცა ძალიან კარგად ვღერის, მაგრამ შემდეგ სცენაზე არ ხდება ეს, ამ პირიქით ხდება. ამიტომ და ზუსტად დაახლოებით ეს 1 წლის შემდეგ დავიწყეთ ჩვენ თანამშრომლობა 2014 წელში 2014 წლამდე მე ძალიან ბევრი კონცერტები მქონდა მაგრამ ეს კონცერტები არ იყო სპექტაკლებიც, მაგრამ ეს კონცერტები არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი. ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ზრდისთვის და იმისთვის რომ პუბლიკას გავეცანი, იმიტომ რომ დავხვეწილიყავი, კი, ანუ ეს ყველაფერმა ამან ძალიან დიდი აბსოლუტურად საჭირო პროცესი, ან ნებისმიერი მსახიობისთვის, ოპერის მომღერლისთვის ეს ისეთი პროცესია, რომელიც უნდა გაიგოს. ტრენაჟია მუდმივი. აბსოლუტურად. და ეს ძალიან ამან ძალიან დიდი სამსახური გამიწია. აი უკვე 2014 წლიდან ვიმღერე კარმენში დონ ხოზეს პარტიას და სიცილიაში და ლულიო მუსიკალე ტრაპანეზე ესე ქვია ამ ფესტივალს, სადაც იყო ხორვატიელი დირიჟორი, ეს დირიჟორი რომელიც მე დირიჟორობდა ამ კონცერტში, რომელმაც მიმიწვია უკვე ხორვატიაში. ანუ ეს იყო ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისი, მე მანამდე შემდეგ უკვე ტრიესტეს ვერდის სახელობის ტრიესტეს თეატრში მქონდა 2 პროდუქცია, ეს იყო ვაგნერის მეორე ოპერა დასლიბეს ფერბოთ აკრძალული სიყვარული, შემდეგ თეატრის დირექტორმა ამ პროდუქციის დასრულების შემდეგ ეგრევე მომცა ვერდის ნაბუკო და ამ ნაბუკოს დასრულების შემდეგ წავედი ხორვატიაში, სადაც ვიმღერე ისევ კარმენი, შემდეგ ჩემი დებიუტი შედგა მადამ ბატერფლაიში, ამ ხორვატიის
ხორვატიის საოპერო სცენაზე ქალაქ სპლიტში და შემდეგ უკვე იყო საზაფხულო ფესტივალი სპლიტის, სადაც ჩვენს სახელგანთქმულ მომღერლებსაც აქვთ ნამღერი იქ და სადაც ჩემი დებიუტი შედგა აიდაში რადამესის პარტიაში. ამის შემდეგ, ყველაფერი ისე ძალიან ნორმალურად ვითარდებოდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, რომ ესე უცებ ყველაფერი ძალიან ისე სწრაფად შეიცვლებოდა. 2016 წლის დასაწყისში, ზუსტად 4 თუ 5 იანვარი იყო, არ მახსოვს, ჩემი აგენტი მიერეკავს და მეუბნება, რომ მადრიდის სამეფო თეატრში უნდა წახვიდე, გიწვევს იქ და უნდა ჩახვიდე. რაღაც ისეთი ძალიან დიდი ტრამპლინი იყო, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მადრიდის თეატრი ერთ-ერთი საუკეთესო თეატრია და ალბათ 10 საუკეთესო თეატრებს შორის შედის, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ რეჟისორი გახლდათ კასპერ ჰოლთენი, რომელიც არის კოვენტ გარდენის თეატრის დირექტორი და ეს სპექტაკლი, რომელიც მე ვიმღერე მადრიდში 2019 წელს იქნება გადატანილი კოვენტ გარდენში. ანუ ეს იყო ერთობლივი პროექტი კოვენტ გარდენის და მადრიდის სამეფო თეატრის. და ამავე სპექტაკლში მონაწილეობას იღებდა, ანუ მუსიკალურ გაფორმებას დირიჟორობდა მაესტრო ივორ ბოლტონი, რომელიც არის მუსიკალური ხელმძღვანელი ამ თეატრის, მადრიდის თეატრის და ზალცბურგის თეატრის. ამ ყველაფერმა ესე კარგად ჩაიარა. ზუსტად 1 თვის შემდეგ მომდის ჩემი აგენტისგან კონტრაქტი, რომ მიმიწვიეს არენა დი ვერონაზე. 2015 წელს მე ვიყავი არენა დი ვერონაზე, მაგრამ სპექტაკლების გარეშე, ანუ თუ მომღერალი ავად გახდებოდა, ან მომღერალი შეუძლოთ იქნება, შემცვლელად ვიყავი იქ. მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ გახდა ავად. სამწუხაროდ ეს არ მოხდა, მაგრამ აი ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო და აი 2016 წელს უკვე მომცეს 27 აგვისტოს ზეფირელის დადგმაში კარმენი, სადაც დონ ჟოზე უნდა მემღერა და ზეფირელის ეს დადგმა არის ბოლო სპექტაკლი უნდა მემღერა, იმიტომ რომ 2016 წელს უკვე ეს სპექტაკლი იხსნებოდა. რა თქმა უნდა, ახლა არენა დი ვერონაზე ერთი სპექტაკლის სიმღერაც ძალიან ჩემთვის ყოველს განსაკუთრებით ჩემთვის ეს ძალიან დიდი ამბავია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ 15,000 მაყურებლის წინაშე წარსდგები და სცენაზე დგას დაახლოებით 400 კაცამდე. სანახაობა. კი, ეს 40 ცხენი შემოდის და რაღაც მთელი ეს საოცრება რაღაც ზღაპარში პირველად რომ გავედი, საერთოდ მეგონა რომ არ ვიყავი რაღაც არარეალურ კი რაღაცი. და ხდება ეს, რომ რეპეტიციების განმავლობაში მოხდა ისე, რომ ჩემი კოლეგები, რომლებიც უნდა ჩამოსულიყვნენ და უნდა ემღერათ ის პარტიები, მაგალითად დონ ჟოზე, მე მქონდა ბოლო სპექტაკლი და შეცვლაზე ვიყავი აიდაშიც, ტრუბადურშიც და ტურანდოტშიც და მოხდა ის 22 ივლისს მირეკავს არენა დი ვერონას დირექტორი და მეუბნება, რომ იცი რა მიშა, აი ხა მე შენ გაძლევ შანსს 2 დღეში იმღერებ რადამეს და მე უკვე მე შენ მოგეცი შანსი, შენ თუ ამ შანსს კარგად გამოიყენებ, ხო კარგი, თუ არა და მე ნუ დამაბრალებ, ანუ შენ ხო რეპეტიციები ყველაფერი კარგად იმღერე, ანუ ძალიან დაგვეხმარე. აი ხა მე შენ აი ამას არ გიკარგავ, არ გივიწყებ და აი ამით შემიძლია რომ ეს მაგრამ 2 დღეს აცნობიერებ რომ ძალიან ცოტაა ხო? 2 დღე ძალიან ცოტაა, ნამდვილად განსაკუთრებით იმ პარტიისთვის და მე მანამდე სხვა პარტიაზე დამაკავეს კიდე, რომელიც 2 კვირაში ვისწავლე ტრუბადურში, სადაც მანრიკოს პარტია უნდა მესწავლო, იმიტომ რომ იქაც პრობლემები ქონდა. ხდება ესე რომ 24 ივლისს ვიმღერე რადამესის პარტია და რადამესის პარტია ითვლება ტენორისთვის ერთ-ერთ ურთულეს პარტიად და განსაკუთრებით არენა დი ვერონაზე ზოგადად აიდა არის არენა დი ვერონას სპექტაკლი და განსაკუთრებით აქილევსის ქუსლს ეძახიან არენა დი ვერონაზე, როცა ტენორი რადამეს მღერის, იმიტომ რომ 1913 წელს დაიდგა გახსნა ზენატელო იყო ესეთი ძალიან ცნობილი ტენორი, რომელიც იყო ვერონიდან და მან ჩაუყარა საფუძველი ამ ფესტივალის გახსნას და პირველი სპექტაკლი, პირველი წარმოდგენა გახდა აიდა. რა თქმა უნდა, მთელი ღელვა და ყველაფერი კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ გავედი სცენაზე და დავინახე ეს 15,000 ადამიანი და განსაკუთრებით რომ ბნელდება, მე ანთებენ სანთლებს და რაღაც საოცრებები ხდება, იმიტომ რომ არ შეიძლება რაღაც იქ მთვარეს ხედავს, ზემოთ ვარსკვლავები განათებენ და რაღაც ეს 15,000 ადამიანი მასშტაბები ნამდვილად ისეთი ძალიან პომპეზურია. ზუსტად 2 დღის შემდეგ მომდის ჩემი დებიუტის შემდეგ მომდის იმეილი ჩემი აგენტის, რომ შეშაბერიძის წარმატებული სპექტაკლის
შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მას 29 ივლისს მივცეთ ისევ მეორე სპექტაკლი კარმენი, სადაც ის იმღერებს დონ ჟოზეს. და ესე გრძელდებოდა მთელი თვის განმავლობაში. ანუ ბოლოს მე რომ მივედი, ვიმღერე ყველაზე მეტი, ყველა ტენორზე მეტი ვიმღერე სპექტაკლი და საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ ვიმღერე 8 სპექტაკლი, 5 აიდა და 3 დონ ჟოზე. კი. გადასწრები უვალია. ამიტომ რა ხდება? ხა დროებით ხარ ჩამოსულები და დაბრუნდებით და უახლოეს გეგმები რა არის? ეხლა ვიყავი ჩინეთიდან დავბრუნდი, ჩინეთში მქონდა კონცერტები, 2 კონცერტი მქონდა ჩინეთში, ჩამოვედი ახლა საქართველოში საახალწლოდ პერიოდში. საახალწლოდ ეხლა ბრუნდები უკვე იტალიაში და ხო ზეგმი ვფრინავ და უკვე თებერვლისთვის უკვე კონცერტები მაქვს და აი მარტი, აპრილი უკვე ჩემი დებიუტები იქნება ტოსკაშიც, ნორმაშიც და მთლად ეხლა ბევრი დრო არ მაქვს რომ ეს ოპერები მოვამზადო, იმიტომ რომ მაგრამ ამას მიეჩვიეთ რომ ალბალი ამზადებ. კი, ეს კი, იმიტომ რომ საჭიროა. დღეს ყველაფერი ძალიან დაჩქარებულია. სპორტშიც, ხელოვნებაში და აბსოლუტურად კონკურენცია უზარმაზარი და მაქსიმუმით რო გააკეთე, არავინ არ გიცდის შენ. კი, ნამდვილად ესეა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ბოლო შეკითხვა მაქვს 2 წუთი გვჩება და ალბათ გისმენთ ის ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, მათ შესაძლოა თეთრი შურით შურდეთ თქვენი აი ამ კარიერის და ძალიან უნდათ რომ ისეთივე გზა ერგოთ, როგორც თქვათ თქვენ გერგოთ და აი რა რჩევებს მისცემდით. რამდენად რთული იყო აი ამ წერტილამდე მოსვლა თქვენთვის და აი რა უნდა გქონდეთ რისი ნიჭი გარდა იმისა რომ ალბათ უზომოთ შრომის მოყარეობა უნდა შრომის მოყარენი უნდა იყვნენ როგორ რჩევებს მისცემდით მათ იცით რა არის ანუ მე მახსოვს იტალიაში რომ ჩავედი მე ვფიქრობდი რომ იცით რა ხმა მაქვს და ეხლა ყველა გადაირევა და ნუ აქ რაღაც სასწაულები მოხდება მაგრამ ესე არ მოხდა კი ყველას გავაგიჟებ იმიტომ რომ აი ჩემი ხმა ისეთია რა ეს ნამდვილად ესე არ მოხდა პირიქით დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში საერთოდ დავივიწყე სიმღერა და ერთი კონცერტიც არ მიმღერია, მაგრამ პარალელურად სწავლობდი ენებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როცა ადამიანი ფრანგულად მღერის, უნდა იცოდეს ფრანგულად, რომ შესაძლებელია რომ იყოს ფრანგი რეჟისორი, რომელმაც პრობლემები შეგიქმნას, თქვას რომ აი ამას აი არ ესმის და მე არ შემიძლია ამასთან ვიმუშაო. ნუ რა იტალიურზე საერთოდ არაფერს ვლაპარაკობ, იტალიური ამის გარეშე ვერაფერს. კი, ოპერის მომღერალმა თუ იტალიური არ იცის, განსაკუთრებით ამ დროს ის ძალიან დაიჩაგრება, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ 80% იტალიურად არის იტალიური რეპერტუარია საოპერო, ნუ შემდეგ არის ფრანგული, შემდეგ არის გერმანული, შემდეგ არის რუსული. ანუ ეს ყველა ენა ძალიან აუცილებელია, რომ ადამიანმა იცოდეს. ენების ცოდნა ყველაზე ენების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგ იყო დიპლომატი, და აუცილებლად იყო რეჟიმის ადამიანი და იყო რაც ყველაზე მთავარია, რაც მე ვიტყოდი რომ საქართველოში ცოტა ეს რა თქმა უნდა ჩემ თავზეც მაქვს გამოცილილი რომ იყო ძალიან პუნქტუალური ყოველთვის. ცდილობი ჩამოთვლით ქართველებს ძალიან რო გვიჭირს. ყველაფერს ერთად მოუყრია თავი მის. მაგრამ ეს იგივე პრობლემები მქონდა მეც, მაგრამ ნელ-ნელა გადავიდა. მაგრამ კარგია რომ ნელ-ნელა ხვდება ჩვენი ახალგაზრდობა და ხვდება ქართველი ადამიანი რომ ამის გარეშე 21 საუკუნეში ვერაფერს არ აბსოლუტურად და განსაკუთრებით დღეს ვერაფერს ვერ იზამ. და განსაკუთრებით საზღვრები რო გახსნილია, ნუ ამას წარმოუდგენელია. კი, წარმოუდგენელია. ჩახვიდე თავი დაიმკვიდრო შეუძლებელია შრომის მოყოლებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. უღრმესი მადლობა. წარმატებებს აი ესაც ჩამოგვიწყვალ ყოფილიყოს მინიმალური თქვენ შემდგომ კარიერაში. დიდი მადლობა და მადლობა. კარგად გახსნით. ჩვენი სტუმარი გახლავთ ტენორი მიხეილ შეშაბერიძე.